ერთი წლის წინ ამ ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, შენობის შიგნით მოხდა დანაშაული. რამოდენიმე დანაშაული. ერთი ის რომ უკანონოდ მოხდა 11 და 12 იანვარს შარშან 20-მდე ადამიანის დაკავება, აბსოლუტურად უკანონოდ და მეორე ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მოხდა ძალადობა დაკავებულებზე მალხაზირემაძე და მეორე ადამიანზე, ასევე მზია ამაღლობელზე იძალა და ირაკლი დგებუაძე. ერთი წელი გავიდა და იმის მაგივრად რომ დაწყებული იყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში შენობის გარეთ და შიგნით მომხდარ დანაშაულებებზე, მაშინ როცა უამრავი ვიდეო კამერა იღებდა თვითონ მათიც ჩვენით შიგნით ამ ყველაფერს, ამის მიუხედავად არ დაწყებულა გამოძიება დამნაშავეების წინააღმდეგ და პირიქით მზია ამაღლობელი მთავარი მსხვერპლი იმ რიგგვარი სპეცოპერაციის, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩაატარეს არის ციხეში და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როდესაც სიმართლეს დაერქვა სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ისევე როგორც სხვა უამრავი დანაშაული ქართული ოცნების პირობებში ჩადენილი ამ ქვეყანაში, აუცილებლად ყველა დამნაშავე დაირჩება კანონის შესაბამისად.